მოვედი საყიდრები ჩემი დღევანდელი გაჩვენოთ. მათ ემაილო. მეც გადმოვალ დედა, მეც გადმოვალ ორნაბიჯში ვიყავი და რაღაცებს აიგეთქონე თავისთვის იმი ეს ისუქიდრაფია. არაჟანი ერთ რუს გოგოს ვუყურებ გოგოები, ესეთი საყვარელი გოგოა. ვიდეოები აქვს როგორ იცით უხმო, ანუ რაღაცებს აკეთებს. მარშმელო არ მიყვარს მე საერთოდ, მაგრამ ეგ გოგო ყავაში აგდებს ხოლმე და დნება რაღაცნაირად და ჩაიშიც და ძალიან გემრიელად მithმევს ხოლმე და მომინდა ვნახოთ თუ მომეწონება. ესეც მათემა იყო. იაფია უნახევარი გიცო და წავიდე. ეს ფილე იკასთვის და კვერცხი. ეს ყველაფერი იყო 26 ლარის და რამდენი? 10 თეთრისა. აი ესენი რაც გაგვშვა. არაფერი და ესე და არის აი. კი. ხო გაიგე რამდენისა იყო? 27 ლა რამდენი მივეცი 26 და რაღაც თეთრები და კვერცხი, არაჟანი და ფილე. ეს რაღაც ტკბილეული, ფრუსტვინი მათესთვის. ეხლა ეს ლობიო დარჩა გუშინდელი და მინდა რომ ცოტა ვიღაცამ დამიწერა. ეს შენი ის არისო, შენ მოიგონეო ფილე და ლობიო, ხორცი და ლობიო არ გაუგიათ არ ვიცი. მე გამიგია ეს, რომ ბევრი აკეთებს ლობიოს ხორცთან ერთად, ჯერ სულ ადრე სალაში ხარშავდნენ ხოლმე, რა ვიცი, სულ ღურებს რო კლავდნენ და ლობიოში აგდებდნენ სალას და სოფლებში. ხორცს და ერთად ხარშავდნენ და ფილე ძალიან გავყვირდა. ქართლის ფილე დავაჭერი. ეხლა 2 ცალი კვერცხი გიოსმოსებუწა ეს. დღეს მინდა რომ ცომი მოვიდო. ისიც მინდა გამოვაცხო რძე მაქვს და ბულკები. და კიდევ რა. ხო, დღეს ბულკები გამოვაცხო. აი აქ ვაშლი ჭირდება. და ვაშლის ისო გავუკეთოთ ჩიფავსი, ყურსასი. გამჭირდება ეს ვაშლი. ეს ლობიო იყიდე კაცებში და ძალიან მომეწონა. გაყინული ლობიო, ანუ ცოტა ძვირი კი არის. მაგრამ ბოსტნეული ზამთარში შემცირდა გარეთ ცოტა და როგორ ვარ გაფიქრებული სახეზე. ბოსტნეული ზამთარში ისედაც ძვირი არის, ეხლა ყვავილოვანი რო იყიდო რა ერირება რა არის, ძალიან ძვირი ის ხოლმე და ფასდაკლებაში ვიდა 4 და რაღაც თეთრები ეს ლობიო. ფასდაკლებით. და ძალიან კარგია. ეს უნდა დავაკეთო. ერთი როგორც არის თეთრი. და ვნახოთ ერთი როგორ მომეწონება. და მოვალ. ეს უნდა გავიკეთო. და
ნიკა 200 იყრის ერთ ჭიქაში, ერთი ცალი გადავხვდა. 200 ესეც. ხა რომელ ჭიქაში გამიკითხე? ჩემი საახალწლო ჭიქა. ერთო რაც არ დამილევია ესე ჩაიარა, გაიარა ახალწლო. ნახევარ ჩავას. შედიადა. ესე. ეხლა ნახოთ, აბა გასინჯოთ როდის ხარით. მაშმელოთ. საგუდაგულე ხარი გაკეთებული. დაწებოებული დენება ხო ჩადდება. შეკარდო რა ახლა. ოდნა დააკბობს. ორი ხალი ჩამოხდა. შემოჩილი შეიძლება ხო? ამას ხომაცივალია უნდა. ვნახოთ. ნუ ჯერ არ არის ახლა გამთნარი. დროუნდ. დნება. ის აღარ მინდა. საერთოდ ეს ხო ძალიან გემრიელი ყავა, ხო იცით თქვენ. მე ძალიან მიყვარს. გემრიელესია. ახეთ როგორ ჩათნა. მართლა ძალიან ხდება. ძალიან გემრიელია. ახლა დავვლებ მე ჩემ ყავას გემრიელად და მე უნდა მოვზილო სომი. მომწონს ძალიან. წავიდი კარმასთან და გეფილად დავლიოთ. მოვიდი. ბულკის გამოცხობა მინდოდა, მაგრამ ვერ ვაცხობ, იმიტომ რომ შაქარი არ მქონია, აი ეს მაქვს. და ეხლა მეზარება რომ გადავიდე. ხვალ გამოვაცხოთ. და ეხლა ის რა მინდა? იწაკა. მარილი. ცოტა ხილი. ნიკა ყოფილეს მისთმევს თითქმის ყოველდღე. თითქმის კი არა ყოველდღე. ხო და? ინტერნეტში ჩავწერე რაღაცა ვერსიები, სულ ესე შემწვარი რაღაცნაირად. ცოდუა რა. ძალიან მოსაწყენია. მე მაგალითად ვერ შევჭამ. ყოველდღე შემწვარ ფილესთან მაგრდება. მე თავიდან არის ხოლმე რაღაცნაირად 10 წუთი რბილი გემრიელი და ცოტა დრო რო გავა ისე მაგრდება, არ ვიცი რანაირად ჭამს და ეხლა მინდა რომ კვერცხში ამოვასე ცოტა
სხვანაირად დავჭერით, ხრად დავჭერი შედარებით. ყინული ერთმანეთს მიიყო. ეს ხო და უნდა კოცხში ამოვავლო და ისე უნდა შევწვა. ცოტა ტიტაკას ზემოდან დავაყრი, იმიტომ რომ უყარს. ესე შევინახავ. ტიტაკა ცოტა პირველი შავი. და კვერცხი. ორი კვერცხი. და მეზარება ეხა ორმა ბიჭში გადასვლა. მე გამოვაცხოვდი ბურგსაც. ინტერნეტში ვნახე რაღაც ვერსიები. ახლა ისე უყვარს ეს ქათმის ბლო უყვარს კი არა რაღაცნაირად რომ აიჯიშობს ცილა სჭირდება და ამიტომ ჭამს ყოველდღე. ხო და სხვადასხვანაირად მაინც გავუკეთო. დავამატოთ ცოტა რძე. ესე და ფქვილი. და მე ამოვავლებ. შევწვა. მგონი რომ უფრო გემრიელი გამოვა. და ნერბილი. ესე მგონია. მონახოთ როგორი იქნება. ძალიან არ გამისქელდეს. თუ არა და დავამატე. ეხლა აქეთ ჩავასხოთ. მე და კიდე რამე უნდა მოვხარშო, არ ვიცი რა. ბულღულეული. შეიძლება ბრინჯი. ქათამი რომ მოვხარში ახალწეს. ცხიმი მაქვს შენახული მაცივარში და იმაში შეიძლება რომ მოვხარშო ახლა ბრინჯი. ამას ცოტა კიდე დავამატოთ რძე ოდნავ. დავამატოთ.
არცა დაბალი რა მინდა, არცა მაღალი. დაიწეს. ამეთი აღარ ჩაეტევა ჯეჯეობით. ისე იყოს. მე ესე შემწვარიც ძალიან მომეწონა, ახლა გავსინჯე. მაგრამ მიწამის ხარჯი და უფრო წვრილად დაჭერიო და უფრო კარგი გამოვა. აი ნახეთ, ესე წვრილად დავჭერი. ახლა ამას ვუწვავ პატარა დახვაცი. აი ესე გამოიყურება, მე მგონი მართლა უფრო კარგად შეიწვა და იგრაცა უფრო ვიდრე ესე. და ესეც დაიბრაცა. წავით გოგოებო გემშვიდობებით დღეს. მშვიდობიანი საღამო ყველას.